ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ეკა ბესელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ის კოალიციაში პარტია ქართულ ოცნებას წარმოადგენს. Გამოშვიდობისა. თითქმის ერთი თვეა, ანუ სოფოს ნოემბრის დასაწყისში ეს კანონპროექტი შემოვიდა პარლამენტში, ხო? Patriarchs ელოდებოდით, რომ ეს პოზიცია დაგეფიქსირებინათ, ანუ უმრავლესობის წევრებს და მათ შორის თქვენს გულისხმობთ, აი მაგალითად თქვენი გუნდის წევრმა მიროდაძემ თქვა, რომ მართალი არ იცნობს კარგად კანონპროექტს, მაგრამ პატრიარქი ალბათ მართალი იქნება. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გუნდისთვის პატრიარქის აზრი თუ კანონპროექტის არსი და შინაარსი? Როგორც საინტერესო დასმული კითხვა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რასაკვირველია ყველა ჩვენთან განისთვის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პატრიარქის პოზიცია. თუმცა ასევე გულწრფელად გეტყვით, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე უკვე იყო გუნდის შიგნით დისკუსია დაწყებული და უკვე იყო დასმული კითხვები, რომელიც გაჩნდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კითხვებს ვამდნენ და იყო კრიტიკული შენიშვნებით. ანუ ჩვენ თუ გახსოვთ თქვენ წინა კვირის სასესიო კვირა, როდესაც იყო რამდენიმე შეხვედრა დაინიშნა უმრავლესობასთან, ფრაქციასთან, კანონპროექტის ავტორებთან. ეს შეხვედრები სწორედ ამიტომ დაინიშნა, რომ გაჩნდა კითხვები. ის კითხვები, რომელზედაც შემდეგ უკვე საჯაროდ გამოითქვა წუხილი, ანუ გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები იყო და დისკუსია გუნდის შიგნით იყო. ანუ ეხლა გუნდში არ იყოფა აზრი პატრიარქის მომხრეებად და რეფორმის მომხრეებად, არამედ ამ კანონპროექტში ვიღაცას რაღაცა მოსწონს ან არ მოსწონს, რესპუბლიკური პარტიის პროექტიო ასე უწოდეს. ეს ასე შეიძლება შეფასდეს, რომ რესპუბლიკური პარტიის პროექტია და თქვენ პირადად რა არ მოგწონთ ამ კანონპროექტში? არა, მე ასე არ შევაფასებდი, იმიტომ რომ ამ კანონპროექტზე მუშაობდა ჯგუფი საკმაოდ წარმომადგენლობითი და არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტიიდან რომელიმე წარმომადგენელი. ასე რომ ესე ვერ დავასათაურებდი ესე ამ ინიციატივას. მაგრამ კითხვები, რომელიც გაჩნდა და როდესაც ჩვენ დავიწყეთ პრინციპების დონეზე პროექტის განხილვა, მაგალითად თვითმმართველი ქალაქები, რომლებიც ნაცვლად აი დღეს რამდენიმე გვაქვს ხო, სულ იქნება ბევრად მეტი. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, გვაქვს თუ არა ადმინისტრაციული შენობები ამისთვის, საკმარისი რესურსი, საკადრო საკითხი, ბიუჯეტი, რომელიც შემდეგ ნაწილდება ახალ მუნიციპალიტეტებს, რომელიც იქნება. კი, ეს კითხვები გაჩნდა და პასუხები ჰქონდათ კანონპროექტის ავტორებს, იყო საკმაოდ ბევრი საინტერესო დისკუსია. მე ვფიქრობ, ჯანსაღი დისკუსია, იმიტომ რომ შეუძლებელია ესეთი მნიშვნელოვანი რეფორმა იწყებოდეს და ისე მოხდეს გუნდის შიგნით ამის განხილვა, რომ კითხვა არავის არ გაუჩნდეს. ამიტომ მე ჩავთვალე ძალიან ჯანსაღი პროცესია, მეც მქონდა ეს კითხვები, რომელიც დავსვი და მე პირადად მქონდა ესეთი განცდა და მე არ მქონია მხოლოდ მეცმოდა, რომ ამგვარი პოზიცია სხვებსაც ჰქონდათ. რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება ჩქარა არ ვარგა. ვინ თქვა რომ ჩქარა? დრო ისე იყო შემოსაზღვრული, რომ თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს ახლოს და თუ ეხლა კანონს ჩვენ მივიღებთ ერთი თვით ადრე, მით უფრო აღარ ვარგა. ხო, ეხლა არჩევნების წინ ამ კანონის მიღება სრულიად შეუძლებელს გახდის ამ წესით არჩევნების ჩატარებას. ანუ უნდა გვევარაუდა, რომ ესე იგი უფრო ადრე უნდა მიგვეღო. უფრო ადრე, ბევრი რამდენიმე თვეა სულ დარჩენილი. ესე იგი სწრაფად უნდა მიგვეღო. ეს რეფორმა, ქალბატონო ეკა იყო ოცნების ერთ-ერთი პრიორიტეტი წინასაარჩევნო საკმარისი დრო იყო. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობაშიც დავა იყო ამაზე და მე მგონი დროც არის და ზოგადად ეს ხანგრძლივი პროცესია ჩვენც ესე ვიცით, ანუ უკავშირდება კონსტიტუციაში ტერიტორიული მოწყობის საკითხებს და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ შტაბ-ბეჭდილებად დაგრჩათ გუშინ პატრიარქის განცხადებიდან. არავინ არ დავობს, რომ მას თავისი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. თუმცა ბევრმა დაინახა ასეთი რამ, რომ ის იყო არა კანონპროექტში რაღაც გარკვეული ნაწილის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე და იცნობდა თუ არა ის ამ კანონპროექტს, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა, არამედ უფრო მისი განცხადება ტოვებდა შტაბ-ბეჭდილებას, რომ ის ზოგადად დეცენტრალიზაციას აპროტესტებს და უფრო ცენტრალიზებული სახელმწიფოს მომხრეა. თქვენ შტაბ-ბეჭდილებად დაგრჩათ პატრიარქის განცხადებიდან. იცნობს ის ამ პროექტს ზოგადად? აი სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, აი გუშინ ამ განცხადებიდან ამ დრომდე შემდა სამწუხაროდ, რომ
გავკავშირებოდი საპატრიარქოსთან მის უწმინდესობასთან საკითხი გამეწია. კი, უბრალოდ მინდოდა პირადად მართლა ამის გარკვევა, მე მაქვს მასთან ურთიერთობა და შემეძლო ამ საკითხის გარკვევა, უბრალოდ მართლა ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ დამჭერს დაბეჭდილება, რომ რაღაც საკითხები ცოტა უფრო დრამატულად იყო წარმოჩენილი, როგორც ცენტრალიზება და დეცენტრალიზაცია. მე მგონი რომ ვინც არ ვიცი ვისთან ერთად მოხდა ამ საკითხის განხილვა, მაგრამ გარკვეულ ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო გაზვიადებული იყო და დრამატულად იყო. თქვენმა კოლეგამ თქვა, რომ ასეთი განცხადებებით საპატრიარქო ზედმეტად ერევა ხელისუფლების საქმიანობაშიო გამოთქვა თავისი არ ვიზიარებ ამ პოზიციას ნამდვილად. პატრიარქო გამოთქვა თავისი პოზიცია და მას ამის სრული უფლება აქვს. ჩვენ როგორც გითხარით, გუნდის შიგნით გქონდა დაწყებული შიდა დისკუსია და ძალიან მიხარია, რომ ამ დროისთვის გუშინ გვიანობამდე გქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და დღის ბოლოს შევაჯერეთ ეს პოზიციები და ძალიან მიხარია, რომ ამ დროისთვის შეთანხმება მიღწეულია. ანუ რა საკითხებიც იყო კითხვის ნიშნის ქვეშ და აი ვთქვათ უფრო მეტი იმპროვიზაციისა და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა დაზუსტდება, შეთანხმდება, იმაზეც შევთანხმდით უფრო სწორედ და ეხლა ეს უბრალოდ კანონის პროექტში უნდა აისახოს, რომ ეტაპობრივად განხორციელდება რეფორმა და არა ერთბაშად, ანუ ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ქალაქში არ იქნება ესეთი დაყოფა, რამდენიმე უფრო სამხარეო რეგიონალური პრინციპით ვიხემძღვანელებთ, ანუ არ იქნება ვთქვათ 13 ან 15 თვითმმართველი, იქნება რამდენიმე თვითმმართველი ქალაქი. პროცესში გამოიკვეთა, მაგრამ ცენტრალური საკითხებზე შეჯერება მოხდა ამ დროისთვის. პასუხი დაბეჭდილება პატრიარქისგან ეს ძალიან პრინციპული საკითხია, იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი დეცენტრალიზაციაზე და ამ რეფორმის არსი და სულისკვეთება არის სწორედ ეს. შეიძლება ვინმეს ეს კანონი მოსწონდეს, შეიძლება არა. თუმცა პატრიარქის განცხადებაში სწორედ ეს კონფლიქტი და წინააღმდეგობა ჩანდა, რომ ის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგია. ამ განცხადებიდან ასე ჩანდა და თქვენ რა შტაბეჭდილება დამჭა, ეხა არ ვიცი ზუსტად გამოვთქვამ თუ არა ამ მოსაზრებით იმ განწყობას, რომ დათუწმინდესმა ეს თქვა, იმიტომ რომ არ ვიცი მართლა არ მისაუბრე და არ ვიცი, მაგრამ მე ესე ვიფიქრე. დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ მართული განცხადება კი არ იყო, გარკვეული საფრთხეები, რომელიც ახლავს ისეთ რეგიონებში ამ პროექტის განხორციელებას, სადაც გვაქვს სულ სხვა, ვთქვათ, მოცემულობა, ეთნიკური უმცირესობა და ხო. ანუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც გარკვეული რისკ ფაქტორები ცალკეულ რამდენიმე რეგიონში არსებობს. და ეს კითხვა ჩვენც გაგვიჯდა, რომ გარკვეული საფრთხეების მატარებელი ხომ არ იყო, მაგრამ შემდეგ, როდესაც კანონპროექტის ავტორებთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი, ეს რისკ ფაქტორები მინიმუმამდე დავიდე. არაფერს გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ არადგინა ეს პროექტი და პრემიერ-მინისტრი უჭერდა მხარს თვითმმართველობის პროექტს. ივანიშვილის პოლიტიკური პროცესიდან გასვლა და პატრიარქის გუშინდელი განცხადება ხომ არ შეაფერხებს თვითმმართველობის რეფორმას და ამ რეფორმაზე მიღებულია გადაწყვეტილება და გუშინ დღის ბოლოს გვიან უკვე შევჯერდით, რომ რეფორმა დაიწყება, რეფორმა არ შეჩერდება, ეტაპობრივად განხორციელდება, ანუ პილოტური პროექტები დაიწყება, თქვათ, რამდენიმე რეგიონს ავიღებთ, დავაკვირდებით, ეს კარგია, რომ რაღაცნაირად ორგანული გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ის სიახლე, რასაც ვთავაზობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებლობაც გვექნება, მათ შორის ფინანსურ რესურსებს ბევრი ამარი აქვს დამოკიდებული, დავიწყოთ გაძლიერება რეგიონების, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ის საფრთხეები დავიყვანოთ მინიმუმამდე, რაც იკითხებოდა ამ პროექტს. გასაგებია, თუმცა საფრთხეები, ანუ ჩვენ როგორც თქვენმა გუნდის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, თვითმმართველობა აქ არ იყო და დავკარგეთ ტერიტორიები. ანუ ეს არ არის ასე ვთქვათ, ისეთი დამაჯერებელი. ხო, გამოდონეკა, ზოგადად არსებობს აზრი, რომ არჩევითი მერები შეასუსტებს მაჟორიტარების გავლენას ადგილზე და ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში 27 ივლისს იყო თქვა, რომ მაჟორიტარები ფეოდალები არიანო, ასე უწოდა. ჩვენ გვაქვს ვიდეო, სადაც ფოთში თქვენ ხართ იქ ადგილზე მაჟორიტარი, თქვენსა და მერს შორის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შელაპარაკების ფრაგმენტი, ეს არის TS-პრესის მიერ გავრცელებული ვიდეო. ნახოთ და მე მოგიყვებით ამ საინტერესო ამბავს. ბატონო, ნახოთ. ხალხი დანიშნა, რომელსაც მე ეს დავწყავ და მინისტრს ამ საერთოდ აწყობენ. აი ეს პასუხს მოხდება. გავაკეთე ეს პროცესი. ეს გოგონა ამას ვერცხლით რა. ხარ არის ამის და დამთავრდება საერთოდ.
ძალიან ხაბატონ ფაქტად აი გოინასკენ და ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო, ეს არის თქვენი გუნდის წევრი, ასე ვთქვათ, მანამდე იყო თქვენი გუნდის წევრი, ამბობენ რომ თქვენი რეკომენდაცია, თქვენც კი უწევდით რეკომენდაციას მას ასე ვთქვათ, ამ პოზიციაზე ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ინციდენტი თვითმმართველობას და ცენტრს შორის რაღაც დამოკიდებულების ტენდენციის მაჩვენებელია და ეს შიშები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ადგილობრივი ანუ არჩევითი თანამდებობებთან დაკავშირებით საზოგადოებას რაც აქვს, სწორედ აი ეს არის, რომ შეიძლება ანუ ესეთი ტიპის პრობლემები მოიხსნას, ანუ აი მაგალითად მაჟორიტარებისთვის. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია არჩევითი მერები. და ძალიან კარგი იქნება თუ თვითმმართველობა იქნება უფრო ავტონომიური და უფრო ძლიერი. მე პირადად მიმაჩნია რომ ეს პრინციპი არის მნიშვნელოვანი. ეს კადრები ძალიან საინტერესოა თუ და უფრო საინტერესო იქნებოდა წინ რა უძღოდა ის რომ გვენახა, იმიტომ რომ ეს არის ფინალური ეტაპი. როდესაც ეხა იქ რთული მომენტია, მაჟორიტარი გაიგივებულია ადგილზე მოსახლეობისთვის ყველა პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად. მოქალაქეები მერთან კი არ მიდიან, ხო, მერთან კი არ მიდიან, რომ რაღაც პრობლემა აქვს. ყველაფერზე მოდიან და მაჟორიტარს თხოვენ პასუხს, მათ შორის მერი რომ რაღაცებს აფუჭებს. და ეხა ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა ფოთის მერი, რომელმაც აი მაგალითად ფოთისთვის ტრანსფერი გამოიყო 12 მილიონი და ამ ქალაქისთვის, როგორც ყველა თვითმმართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსფერით გამოყოფილი თანხების ათვისება, ხო? იმიტომ რომ დანგრეულია ყველაფერი და გასაკეთებელია. წარმოიდგინეთ სურათი, როდესაც ამ დანგრეულ ქალაქში 12 მილიონიდან ნახევარიც არ არის ათვისებული. და წლის ბოლოა უკვე მთავრდება წელი. რატომ? იმიტომ რომ დაალაგეს კორუფციული სქემები, დაიწყეს ისევ ტენდერების ჩატარება, როგორც იგებდნენ ადრე ერთი და იგივე კომპანიები, ისე ატარებენ. გაუწიეთ ამ ადამიანს რეკომენდაცია. არა, მე არ გაუწია, არც დამასახელე. ფორუმის წევრია. ფორუმის ხელმძღვანელი იყო, არც დამისახელებია, საკრებულომ აირჩია. და სხვათა შორის საკრებულოს ნაციონალური ფრთა ძალიან ფარველობს მას. და სწორედ მისი პრობლემის გამო არის იმ დღეს სხვათა შორის მინისტრი იყო ჩამოსული, დევნილთა მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, გავხსენით 106 ოჯახისთვის გადავეცით საჩუქრად საცხოვრებელი ფართი. დევნილთა სამეცნიერო პროექტი იყო. ნუ იქ იყო სცენები, როდესაც მან მოიყვანა საჯარო მოხელეები და მოაწყო იქ საშინელი სანახაობა. ამას მოყვა ეს კადრები. სხვა შორის განცდა აქვთ ესეთი, რომ თვითმმართველობა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურა და არავის არ აქვს უფლება მასში ჩაერიოს. ნებისმიერი მოქალაქე რომ მივიდეს თვითმმართველობაში და მოითხოვოს პასუხი, ვალდებულია თვითმმართველობა ანგარიში გაუწიოს. არა თუ თვითმმართველობა არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. დამოუკიდებელი, მაგრამ ისე დამოუკიდებელია, რომ არავის არაფერს არ ეკითხება და მოქალაქეებს არ ეკითხება. არც მოქალაქეს ყველა ანგარიში ვალდებულია. გასაგებია და ანგარიში ვალდებული ხომ უფრო იქნება, როდესაც ის დამოუკიდებლობა სხვა რამეს ნიშნავს. ანუ არჩეულ მაჟორიტარზე მეტად მიაკითხავენ არჩეულ მერს და თქვენც მოგეხსნებათ პასუხისმგებლობა. აი ხო გავაკეთეთ ჩვენ მაჟორიტარებმა, ხო, აი შეუცეთ წლის განმავლობაში 5000 განცხადებიდან, რაც შემოვიდა დეპუტატის ბიუროში, რომელი იყო მაჟორიტარის საქმე. ანუ საკანონმდებლო კარგია, მიაკითხავენ. 1% არ არის. მიაკითხავენ. შესაბამისად, შენ ვერ დაიკავებ პოზიციას, რომ მე არ მაინტერესებს რა ხდება თვითმმართველობაში. უნდა გაინტერესებდეს თუ ხარ არჩეული დეპუტატი მაგ მანდატით. ასე როცა კანონს არ უღებს, ამ ერთსაც მოეთხოვება პასუხი და უფრო მაღალ თანამდებობებს. ჩემი სტატუსით მე კი არა მინისტრი დავიბარო და მას მოთხოვა პასუხი. ასე რომ ამ ერთსაც მოეთხოვება პასუხი. დიდი მადლობა. კარგი იქნება ძლიერი თვითმმართველობა. ეკა მასელია იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ თამარ კორძა ერთად დავბრუნდებით. სულიერ მეტი ზოა.